ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით საზოგადოებას მივესალმებით ჩვენი პარტიის 51,000-ზე მეტ წევრს და მილიონზე გაცილებით მეტ მხარდამჭერს მოგესალმებით ყრილობის დელეგატებს პოლიტსაბჭოს წევრებს და განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმებით ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს როგორც მოგეხსენებათ დღეს იმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მე-9 ყრილობა დელეგატებმა სამუშაო რეჟიმში უკვე გავიარეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები მათ შორის მოვისმინეთ პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის ანგარიშები ავირჩიეთ სარევიზიო კომისიის წევრები დავამტკიცეთ წესდებაში შესატანი ცვლილებები. დღეს იმართება იმ პარტიის მე-9 ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო ეროვნული და გარეძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც თავის მხრივ მშვიდობის, ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, მისი შემდგომი შეუგზევადი განვითარების ურყევი საფუძველია. ქართულმა ოცნებამ, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხთან ერთად მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ. დღეს საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამავდროულად ჩვენ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ტემპითაც. კიდევ ერთხელ წარმატებას უსურვებ ჩვენ ერთ ოჯახად შეკრულ გუნდს, ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს საკუთარი სამშობლოს და მისი განვითარებისათვის ბრძოლის ამ პრინციპულ გზაზე. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხზე. ყრილობამ უნდა აირჩიოს, როგორც მოგეხსენებათ, პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია ბატონი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. წესდების შესაბამისად გთხოვთ კენჭი ვუყაროთ ბატონი ირაკლის კანდიდატურას. დიდი მადლობა. წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე? რესურსი არ ჩანს ამისი, როგორც ხედავთ. დიდი მადლობა. ყრილობის გადაწყვეტილებით ბატონი ირაკლი კობახიძე ერთხმად არჩეულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ. გილოცავთ ბატონო ირაკლი.
ღირსეულ ადამიანს, უღალატო თანამებრძოლს და მეგობარს წარმატებას გისურვებთ ამ ურთულესი გამოწვევებით სავსე პოლიტიკურ საქმიანობაში და გთხოვთ მიმართოთ საზოგადოებას, დელეგატებს და გააგრძელოთ ყრილობის წაყვანა. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მივესალმები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, მივესალმები პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოგესალმებით ყრილობის თითოეულ დელეგატს, მივესალმები საზოგადოებას, მივესალმები ჩვენი პარტიის წევრებს. ქართული ოცნების თავმჯდომარეობა არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად ეს არის ბუნებრივად ძალიან დიდი პატივი და ამისათვის მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. ასევე მადლობა მინდა მას გადავუხადო ყველა იმ დამსახურებისთვის, რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობისას მიუძღვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ქალბატონებო და ბატონებო, ახლახანს შესრულდა 13 წელი ქართული ოცნების დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე თავისუფლებას მივცემ თითოეული თქვენგანის სახელით, მას გადავხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. ერთხელ მადლობა სამშობლოსთვის თავდადებისთვის, მადლობა უდიდესი სიბრძნით, შორშეტელობით და მოთმინებით ქართული საქმის კეთებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულებისა და ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების გამტკიცებისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ჩვენს ქვეყანას ომი არ ქონია და ჩვენ გქონდა უწყვეტი 13 წლიანი მშვიდობა. ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის. დღეს სამყარო დგას ურთულესი გამოწვევების წინაშე. ხედავთ, როგორც ცდილობენ გავლენიანი ძალები სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი. ხედავთ, როგორ ანგრევენ მრავალი ქვეყნის ეკონომიკას. ხედავთ, როგორ თელავენ ფეხქვეშ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ამ პრინციპების სამშობლოდ მიიჩნევიან. ხედავთ, როგორ ცდილობენ ეროვნული და რელიგიური იდენტობა წაუშალონ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნებს. ხედავთ, როგორ ებრძვიან ქრისტიანობას და სხვა ტრადიციულ რელიგიურ აღსარებლობებს. ხედავთ, როგორ ებრძვიან და აუფერულებენ კულტურის ყველა სფეროს. ხედავთ, როგორ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანას საზარბაზნე ხორცად საკუთარი მანკიერი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ხედავთ, როგორ ცდილობენ წაშალონ ადამიანების პიროვნული იდენტობა, როგორ უპირისპირდებიან მორალს და ტრადიციულ ღირებულებებს, ნერგავენ უამრავ მანკიერებას, რომელთა ნორმა წარმოჩენა თუნდაც 10-15 წლის წინ თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან რთულად წარმოსადგენი იქნებოდა. ბუნებრივია, ამ არაჯანსაღი გლობალური პოლიტიკური პროცესების მიღმა ვერც საქართველო აღმოჩნდებოდა და შესაბამისად, მთელი 13 წლის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის. გვიწევს ბრძოლა ქრისტიანობის დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი მორალის განსამტკიცებლად. ეს არის უთანასწორო ბრძოლა, სადაც უპირატესობის შენარჩუნების შეასრულებას მხოლოდ სიმართლე გვაძლევს.
ეს არის ურთულესი ბრძოლა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნების ძალას გვაძლევს რწმენა, რომ ნებისმიერი სივრცის გამოვლენა შენს ქვეყანას განადგურებად შეიძლება დაუშვდეს და შესაბამისად ნებისმიერი უკან დახევა არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე. დიდი მადლობა ქართულ ხალხს, რომელმაც გასული რამდენიმე წლის მანძილზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე და მყარად დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ ქართველი ხალხის საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა იყო მთავარი, რაც ჩვენ ყველაზე რთულ მომენტებში, ყველაზე რთული გამოწვევების გადალახვის საშუალებას გვაძლევდა. ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩარჩან ჩვენ გავიმარჯვეთ რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში, რამაც საქართველოს მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა შეუნარჩუნა. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ პატრიოტ თანამოქალაქეს საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის. ქართული ოცნება არის პოლიტიკური ძალა, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არც ერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობაში, ადგილობრივ ხელისუფლებაში ერთგულად და უშიშრად ემსახურებიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს ყველგან და ყოველთვის. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გაიხსნება ჩვენი საარჩევნო კამპანია. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის. და ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული და კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში. რათა არც ერთ მუნიციპალიტეტში, არც ერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები. ჩვენ გვაქვს კაფეო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო გამტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სახელმწიფოებრივი ამოცანებთან ერთად ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი, ორი ეროვნული ქართული ოცნება. ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ ძალისხმევას არ დავიშორებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესაძლებლობა მოგცა. ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. გამთლიანებაში ერთი მხრივ გულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას. ჩვენ ხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი. როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის, მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასასწინელ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს სიყვარულით ერთმანეთის და საკუთარი სამშობლოს მიმართ. მეორე მხრივ გამთლიანებაში ჩვენ გულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში. ჯერა რომ შვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით აუცილებლად აღვადგენთ დობას და დობასთან ერთად ერთიანობას და ამით ავასრულებთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოს. ალბათონებო და ბატონებო, სიძულვილს ძლევს სიყვარული, ბოროტებას ძლევს სიგეთე და სიცრუეს ძლევს სიმართლე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, რადგან გვამოძრავებს სიყვარული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, გვინდა მეტი სიგეთე ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის და ვართ მართლები სამშობლოსთვის ბრძოლაში. ერთმა გაგვაძლიეროს ყველა საქმეში, რომელიც საქართველოს წინსვლას ემსახურება. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, პრინციპულობისთვის და ერთსულოვნებისთვის. ერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, ახლა უნდა წარმოგიდგენოთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა. პარტიის პოლიტიკური საბჭო ყალიბდება 15 წევრის შემადგენლობით. როგორც მოგეხსენებათ, პარტიის წესების თანახმად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში ასევე თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე. წარმოგიდგენთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრობის 13 კანდიდატს. ჩვენი პირველი კანდიდატია, რა თქმა უნდა, ბატონი კახა კალაძე, პარტიის გენერალური მდივანი, ჩვენი დედაქალაქის ქალაქ თბილისის მერი. ბატონი შალვა ბაბუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ბატონი მამუკა მდინარაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. ბატონი გიორგი ვოლსკი, ჩვენი გუნდის გამოცდილი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ქალბატონი თია წულუკიანი, ასევე ჩვენი გუნდის დაშიანი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ბატონი ვახტანგ გომელაური, ვიცე-პრემიერი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი. ბატონი ირაკლი ჩიქოვანი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ქალბატონი მაკა ბოჯორიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ბატონი ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ქალბატონი მარიამ ქრივიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. ბატონი დიმიტრი სამხარაძე, ჩვენი პარტიის რეგიონული მდივანი, საქართველოს პარლამენტის წევრი. ბატონი სულხან თამაზაშვილი, ჩვენი პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. და ქალბატონი ნინო წილოსანი, ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ასეთია პოლიტსაბჭოს წარმოდგენილი შემადგენლობა. უნდა ჩავატაროთ კენჭისყრის პროცედურა და მინდა გთხოვოთ მანდატების საწევით დაგვიდასტუროთ ხარს უჭერთ თუ არა პოლიტსაბჭოს წარმოდგენილ შემადგენლობას, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა. წინააღმდეგი ხომ არავინ არის? თავი ხომ არავინ შეიკავა? დიდი მადლობა პოლიტსაბჭო, დამტკიცებულია ერთხმად და ერთსებოვნად. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ალბათონებო და ბატონებო, ამით ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განხილულია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ დელეგატს დღეს ყრილობაში მონაწილეობისთვის და ყველა იმ საქმისთვის, რაც საკეთებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ამით ყრილობას დაახლოებით ვაცხადებ.